დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცმართ ნოსრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. აქტუალურ საკითხებს კი დღეს ბაკურ კვაშილავასა და ნუგზარ ციკლაურთან ერთად შევაფასებ. ძალადობრივ ფაქტებზე პოლიციელების დაპატიმრება 4 ოქტომბრის საქმეზე დამდგარი განაჩენი და მორიგი დაკავება ქართული ოცნების გუნდში ანუ გიორგი უძილაურის საქმე შალვა პაპუაშვილის ღია წერილი ევროკავშირის ელჩს აქეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში და ასე შემდეგ მოკლედ რეზონანსული თემებით დატვირთული კვირა გაქვს შესაბამისად დღეს მოგვიწევს რომ შევეხოთ არაერთ აქტუალურ საკითხს დაგვალოდეთ დავიწყოთ ზუსტად 1 წუთში იქამდე კი ეთერში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის დროა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც თბილისი მერიოტში მიმდინარეობს, ლელო ძლიერის საქართველოს გახარია საქართველოსთვის და ოპოზიციური ალიანსის ლიდერები ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა. ოპოზიციის ალიანსის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად პაატა ბურჯულაძეს, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირგიას 5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ალიანსის განცხადებით 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი ბაკურ კვაშილავაი ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ბაკურ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ბაკურ, აი გავყვეთ აქტუალურ საკითხებს და პირველ რიგში განცხადება, რომელიც გუშინ პროკურატურაში მოვისმინეთ, უწყება პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავას და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, საიდანაც 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელია, ხოლო კიდევ 1 არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი. ამ პირებზე თავდასხმა 2024 წლის აქციების ფარგლებში განხორციელდა მთელი ეს პერიოდი უწყებას სწორედ შესაბამისი პირების გამოვლენის და პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა აი კონკრეტულ რეაგირებას ვხედავთ მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ. პოლიტიკურ სპექტრში ვისმენთ შეფასებებს, რომ აშკარად რაღაც ისეთი ხდება, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანის დაპატიმრების გაწყვეტილება მიიღო. აი თქვენი პოზიცია როგორია? რატომ დასჭირდა კონკრეტულ პირებზე გასვლას წელიწადნახევარზე მეტი და რატომ მათი დაკავება მხოლოდ ამდენი ხნის შემდეგ? ჩემი აზრით, ის ვინც დამნაშავეა, თავიდანვე იყო ცნობილი საქართველოს მთავრობისთვის და აქედან გამომდინარე არანაირი გამოძიების საჭიროება ბუნებრივია, რომ არ არსებობდა. საქმე იმაშია, რომ მთავრობას არ სურდა დაესაჯა ის ხალხი, ვინც კბილებით დაიცვა ეს უკანონო რეჟიმი. რომ არ გაეჩინა ის განცდა დანარჩენ მოძალადეებში, რომ ისინიც დაისჯებიან. ეს ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. ვინ გახდა იძულებული, რატომ გახდა იძულებული? პირველ რიგში იძულებული გახდა საზოგადოებრივმა განწყობამ და იმაში დარწმუნებამ, რომ ქართული ხალხი განუჩევლად იმისა, ოცნებას უჭერს ის მხარს თუ ოპოზიციურ რომელიმე პარტიას, შეუძლებელია ქართულ ხალხს შენ აუხსნა, რომ ეს ვაჟკაცობაა, რომელსაც 5 კაცი ერთს ურტყამს, რომელიც ასფალტზე არის დაგდებული. და რომ შენ აი ესე ფიზიკურად ისე უნდა გაუსწორდე, რომ შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმო. ამის დასაბუთება, რომ ეს ხდება მშვიდობისთვის, ოცნების, აი პროპაგანდის მიაღწევს მწარმოებელმა იმედმა და პოზიტივმაც კი ვერ შეძლეს. აი ამან გამოიწვია ის, რომ მართალია დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, რომ იმ შეკითხვაზე, რომელზედაც პასუხი არ ჰქონდა, ხო, დაეცა ასეთი პასუხი, ეს პასუხი არის დაგვიანებული.
ეს პასუხი არის ზღვაში წვეთი, მაგრამ კარგია რომ მაჩვენებელია იმისა, რომ ეს არის მთავრობის აშკარა სისუსტის გამოხატვა. ახლა და არა მანამდე ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ვისმენთ, რომ აქამდე ძალადობაში მონაწილე პირების ამოცნობა იყო პრობლემა, როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, როცა პროკურატურამ მყარად ჩათვალა, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, აი მაშინ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებსო, ამასაც ამტკიცებენ მმართველ პარტიაში. აი რატომ არ არის თქვენთვის პირადად და რატომ არ უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც არგუმენტი და დასაჯერებელი, რომ საგამოძიებო უწყება აქამდე შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას მართლაც ვერ ახერხებდა. ჯერ ერთი რომ ქართული ოცნების თითოეული განცხადება არის უსირცხვილო, უნამოსო და აი ნამუს გაწყვეტილი, აი ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ადამიანის განცხადება. ისევე როგორც ჩვენ დავინახეთ ის საოცარი შემოbrunება კობახიძის ზელენსკის მიმართ და მე იმის საუბარი რომ თუნდაც არასოდეს ცუდი არ უთქვამს უკრაინის პრეზიდენტზე. აი დაახლოებით ისეთივეა ეს ურცხვი განცხადებები, რომელიც ვრცელდება ქართული ოცნების მხრიდან. აბსოლუტურად ყველასთვის ცნობილი იყო ეს მოძალადეები და კიდევ უფრო ის დანარჩენი ხალხი, რომელსაც ჯერჯერობით არაფერი არ თქვა, მათ შორის თქვენ კოლეგაზე მაკა ჩიხლაძეზე მიყენებული, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეურაცხყოფის ავტორი და მის ოპერატორზე. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელზედაც იძულებული იყო ქართული ოცნება წასულიყო, ვინაიდან საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვერ უხსნიდა იმას, თუ რატომ ხდება ის, რომ ადამიანები დღეს ციხეში სხედან იმის გამო, რომ თურმე პოლიციელი დაზიანდა, მაგრამ ვინ დააზიანა არ ვიცით, მაგრამ აი შენ ხო რაღაცა სადღაც ისროლა და იქნება ზუსტად ეს მოხდა მას, ხო? აი ესეთი კაზუალური შედეგების გამო აპატიმრებდნენ და ციხეში არიან პოლიტპატიმრები, ხოლო ისინი კი ვიცი ამოცნობაც აი ფაქტიურად მეორე მესამე დღეს დამოუკიდებელმა მედიამ მოახერხა, ხო? მხოლოდ ამდენი ხნის შემდეგ შეძლო ვითომ პროკურატურამ მათი აღმოჩენა. ბატონ ბაკურ, კიდევ ერთი შეფასების შესახებ მინდა გკითხოთ, რასაც ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენლის დაკავებაზე მმართველ პარტიაში ვისმენთ, აი მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალიანი ამტკიცებს, რომ ეს არის სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ახლახან დანიშნული მამუკა მდინარაძის ეფექტურად მუშაობის კარგი მაგალითი. მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების პირველივე დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან ფორმალურიაო, თუმცა სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და უკვე გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფად შესრულება და ჯაშუშების ისტორიულ დაკავებასაც ნუ დავივიწყებთო, აცხადებს ირაკლი კირცხალია, რომელიც კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს მამუკა მდინარაძეს. აი რა გავლენა და წვლილი შეიძლება ქონდეს უშუალოდ მამუკა მდინარაძეს მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელების დაკავების შედეგში და აი რამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ არა მამუკა მდინარაძის გადმოსვლა ახალ პოზიციაზე, რასაც ქვია სახელმწიფო მინისტრი ძალოვანი სტრუქტურების, ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საკითხებში, აი ვერ ვიხილავდით გუშინ იმ ბრიფინგს, რომელიც მოვისმინეთ თავად გენერალური პროკურორის მხრიდან. არ ვიცი ხა რა უნდა ვთქვა ამ სიამტყრილობის შესახებ, რაც კირცხალიასა და მდინარაძეს შორის არსებობს, როგორც ჩანს. მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ყველა პოლიციელმა და ძალოვან უწყებაში მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს, რომ ისეთი უკანონო, უსამართლო და უსინდისო მთავრობაც კი, როგორიც არის ქართული ოცნების მთავრობა, ვერ დაგიცავთ, თუ კი ჩაიდნენ დანაშაულს, ისეთ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეთ. მართალია 2 წელი დასჭირდა ამ ყველაფერს, მაგრამ იგივე მთავრობამ, რომელმაც დაგავალათ ეს ძალადობა და ამის გამო პრემია მოგცათ, დღეს გაგიშვათ ციხეში. იგივე ელოდება ყველას და როდესაც იქნება ასეთი სიტუაცია, შეიკავეთ თავი და დაგეკით ქართველი ხალხის მხარეს და არა დროებით ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნების მხარეს, რომელიც ქართული ხალხის წინააღმდეგია. ბატონ აი ერთ კვირაში ახალ პოზიციაზე მუშაობიდან მამუკა მდინარაძემ ასეთი მაგარი შედეგი დადო, რას შეიძლება ნიშნავდეს და რა ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს განცხადებები, რომელსაც აი მამუკა მდინარაძის კარგი მუშაობის შესახებ მმართველ პარტიაში ვისმენთ. ეს არის მცდელობა, რომ ქართული ოცნება წავიდეს გარკვეულ კომპრომისზე დასავლეთთან, იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ეს სტატუს კო მიუღებელია
ეს არის არასტაბილური პოზიცია მათთვის, რაც არ უნდა გვეგონოს, რომ ის დომინირებს შიდა არეალზე. ქართული ოცნება დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში არის კეთროვანი. ეს არის პარტია, ეს არის ორგანიზაცია და ეს არის ხელისუფლებაში ამ დროებით ყოფილი მთავრობა, რომელთანაც ხელის ჩამორთმევასაც კი ერიდებოდნენ აქამდე. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს არის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან გადაირჩინოს თავი კომპრომისით და დაიწყოს ის პროცესი, რომელიც იქნება ვითომ შერბილება იმ დრაკონული და მე-19 საუკუნის კანონების, რომლის მიმღები ხელისუფლება დღეს ევროკავშირს ასწავლის რობერ შუმანს რა უნდოდა, როდესაც ევროკავშირი შექმნა. ეს არის სამარცხვინო, აი შვილიშვილს რო ბაბუას რო შვილიშვილი ასწავლიდა, ხო, აი ეს სამარცხვინოობა გააკეთა დღეს სხვათაშორის პაპუაშვილს. ხო, აი რადგან ამ თემამდე მოვედით, ბატონ ბაკუროთ და მოგვიანებით ვაპირებდი შალვა პაპუაშვილის ღია წერილზე კითხვის დასმას, თუმცა აი მოდით უკვე გავაცროთ მაყურებელს, რას ამბობს შალვა პაპუაშვილი პაվել ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში, როგორც გითხარით, წერილი ღია და საჯაროა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთი მხრივ პაվել ჰერჩინსკის ევროპის დღეს ულოცავს, თუმცა მეორე მხრივ არ ერიდება ღია კრიტიკას დღევანდელი ევროკავშირის მიმართ. შალვა პაპუაშვილის აზრით, ამ ევროპული გაერთიანების დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები აჩვენებს სწორედ იმას, რომ ისინი ვერ იაზრებენ რობერ შუმანის ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის ფუძემდებლურ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ომი აღარასოდეს აღარ უნდა ანადგურებდეს ევროპას. ციტატა პაპუაშვილის წერილიდან, ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთავს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განძრახვა არსად იკვეთება. ასე ფიქრობს შალვა პაპუაშვილი. აი რამდენად სწორად ხედავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღევანდელ ევროკავშირს, რამდენად შეიძლება მის პრეტენზიებს ჰქონდეს გარკვეული საფუძველი მაინც და მისი აი იმ პოლიტიკით, რომელსაც დღეს ვხედავთ ევროკავშირის ხელმძღვანელების მხრიდან, ამიცი ევროკავშირი უნდა ვთქვათ, რომ ცდილობს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებას თუ პირიქით, ამით მაინც უფრო ხელს უწყობს ნებსით თუ უნებლიეთ არსებული დაპირისპირების გაღრმავება, გაძლიერებას, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს. იცით რა, მე ვიტყოდი, რომ შალვა პაპუაშვილი ძალიან კარგად ხედავს რა ეს სიამოვნება ბატონ ბიძინას. ასევე ძალიან კარგად ხედავს რა ეს სიამოვნება ბატონ ბიძინას დამქაშებს და მის ყურმოჭრილ მონებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი თვითონაც არის. ეს ფაქტია. ეს რომ არ ყოფილიყო, ის ამდენ ხანს ვერ შეინარჩუნებდა იმ მაღალ პოზიციებს, რომელსაც იკავებს. ამავდროულად ფაქტია ისიც, რომ რამდენიც არ უნდა იძახოს ქართულმა ოცნებამ, საქართველოს დღევანდელი მთავრობა და ქართველი ხალხი არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნება. აქედან გამომდინარე, აი დასაწყისშივე არასწორია ის, რაზედაც ლაპარაკობს შალვა პაპუაშვილი. კი, რა თქმა უნდა, იმ გაგებით, რომ თუ ის ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სწორი განცხადება, იმიტომ რომ მას მოეწონება და შესაბამისად ვთქვათ, იმ მლიქნელთა ჯგუფს, რომელსაც ის წარმოადგენს, წარმატებას მოუტანს, მაგრამ სხვა მხრივ ასე აცდენილი რეალობას ძალიან იშვიათად გაეკეთებინა ესეთი განცხადება თვითონ ბიძინა ივანიშვილს მოეწონება. საინტერესოა რა სიტყვის ბრიუსელი, იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილი ამავე ღია წერილში კონკრეტულ შეთავაზებას აკეთებს ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ იმის თაობაზე, როგორ შეიძლება და რა პირობების შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის ნამდვილი დიალოგის დაწყება. საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება, აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდევ
კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთებაა. მოკლედ ეს არის შალვა პაპუაშვილის და არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილის, ალბათ მთლიანად ქართული ოცნების შეთავაზება. როგორ ფიქრობთ, რას იტყვის ამ შეთავაზებაზე ბრიუსელი? მე გეტყვით, რას იტყვის, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვთქვათ მაგასაც გეტყვით. კი ბატონო. 2012 წელს და 2011 წელს, როდესაც ქართული ოცნება ცდილობდა გაეკრიტიკებინა მიხეილ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა, ამბობდა, რომ ის რუსეთს ელაპარაკება ისე, როგორც რუსეთს არ ელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატებიც კი. არის აგრესიული რიტორიკა, ებრძვის მას, იწვევს კონფლიქტში და შესაბამისად ქმნის მუდმივი ომის შესაძლებლობას. ეს როგორც აღმოჩნდა, სწორი იყო და მეც ვამბობდი, რომ რიტორიკას აქვს მნიშვნელობა. დღეს შალვა პაპუაშვილი გამოდის და ევროკავშირს ელაპარაკება ტონით ისე, როგორც ევროკავშირს არ ელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატები ან ჩინეთი. და ამას აჯერებს მე საკუთარ ამორჩეველს, ხო, რომ ეს არის სწორი მიდგომა. ამ დროს სწორედ ასეთი პოლიტიკით და ასეთი მიდგომის გამო აკრიტიკებდა ის მიხეილ სააკაშვილს 2011 წელს. ანუ რეალურად ქართული ოცნება სხვა არაფერია, თუ არა манипуляციური ჯგუფი, რომელიც იმ მიზეზით, რომ დარჩეს თანამდებობაზე და შეინარჩუნოს ფულის კეთების ის სქემა, რომელიც გააჩნია ეს ფულის კეთების სქემა თვითონ გამოავლინეთ, ხო ესეა რა, ქართული ოცნების მესვეურებო. თქვენი ორგზის პრემიერი, დიდი ირაკლი და მისი სამი ძალოვანი მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დღეს ციხეში არიან, ხო? და რამდენი ხანი მართავდით ქვეყანას ესე? ამიტომ ამ კორუფციული სისტემის შენარჩუნებისთვის ენას ძვალი რო არა აქვს, ხომ? ამის გამოხატულებას ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად ქართული ოცნების მხრიდან. არ არის სერიოზულად აღსაქმელი მათი არც ერთი განცხადება. ერთადერთი რაც განცხადება უნდა მიგვანიშნოს არის ის, რომ რაღაც ის უფრო შეეშინდათ, თუ ისევ თავს იწონებენ, რომ თითქოს არაფრის არ ეშინია. აი რისი უფრო რომელი ვარიანტის უფრო გჯერათ, იმიტომ რომ მაგალითად სპეცრაზმელების მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელების დაკავების საკითხზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი და აქ რიგ ოპოზიციონერი პოლიტიკოს გაუჩნდა კითხვა, აი რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც საქართველოში მაგალითად ჩამოდის მორიგი ვიზიტით სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი დელეგაცია და სხვა შორის ამ საკითხსაც მინდა შევეხოთ და ამ თემამდეც მოვიდეთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი რეზონანსული საკითხია, რომელიც აი სწორედ ახლა შეფასების საგანი გავახსენოთ მაყურებლებს, ჩვენს ქვეყანას სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტეი, რომელიც გუშინ ირაკლი ყობახიძეს და სამთავრობო ასე ვთქვათ ჯგუფს შეხვდა, ხოლო დღეს მას შეხვედრები აქვს დილიდან უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. აი რა ჭრილში უნდა დავინახოთ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი და აქვე კიდევ ერთი და ერთად მიპასუხეთ. აი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი ამ აუდიენციასთან მიმართებაში, რომ შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესში. აი საინტერესოა კონკრეტულად რა უნდა იყოს ეს საკითხები. კარგი, პირველ რიგში ის მთავარი შეკითხვა, რომ რამ გამოიწვია ეს უკან დახევა ხელისუფლების მხრიდან და ამ ადამიანების დაპატიმრება. არის ორი ურთიერთგაუმრიცხავი ახსნა. ერთი ახსნა იქნება, რომ ეს არის რაღაც კონკრეტული მოვლენა დღეს, მაგალითად ეს ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც მე მიმაჩნია, რომ არასწორია ძირეულად. ამის ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ეს განგრძობითი, უწყვეტი და მდგრადი პროტესტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებობს, ხო? ეს იყო ის მიზეზი, რომელმაც დაარწმუნა ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ შეუძლებელია გარდაუქმების პოლიტიკა. 500 დღეა არსებობს და მე-500 დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული. მე-500-ს იქნებოდა. რატომ არა ვთქვათ მე-400 დღეს, იმიტომ რომ 350 დღეს და რატომ მე-500? აბსოლუტურად არავინ არ იცის ეს დღე როდის დადგებოდა. როცა ემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ჩამოს. სულ რაღაც ორი კვირის წინათ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალ ჩინოსნის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. მაშინ თუ ესე მიუყვებით, ხო, მაგ დროს უნდა მოხდარიყო ეს. ამიტომ არავის ეგონოს, რომ თითქოს ეს რაღაცა ერთ კონკრეტულ მოვლენასთან არის დაკავშირებული. არა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე დებატებში გაიმარჯვა იმ ფთამ, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა. გადავყლაპეთ უფრო მეტი, ვიდრე მონელება შეგვიძლია. ადრე ამ ფთას არ უსმენდნენ. აი ეხლა უკვე აღმოჩნდა, რომ ვინაიდან ის ძველი პოლიტიკა შეუდრეკელი და აი უკან რო არ დაიხევს და პოლიციელებს ხელს არ დააკარებს, ხო აი რამდენი იყო ესეთი განცხადება,
რომ არ არსებობს ესეთი პოლიციელი და შეუძლებელია დღეს პოლიტიკურად მათი დაკავება. ხო აკეთებდა თვითონ პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებას და ნახეთ როგორ დაიხიეს უკან რატო? იმიტომ რომ დაინახეს რომ აი ეს ხისტი პოზიცია შედეგს საბოლოო ჯამში მაინც არ იძლევა, იმიტომ რომ პროტესტი არ გაჩერებულა, არ შეწყვეტილა, გრძელდება და არ შეწყვეტილა არც იზოლაცია ქართული ოცნების. რაჩეხება თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტს. ამ ჩამოსვლას როგორ უნდა შევხედოთ? ეს არის თქვათ მიზანი ვიზიტისა. შეიძლება იყოს რეგიონული თვალსაზრისით საქართველოს როლი და ფუნქციები თუ და ჩავთვალოთ რომ ვაშინგტონი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებითაც დაინტერესდა, იმიტომ რომ აი ეს ადამიანი როგორც ვიგებთ, სონატა კოლტერი მყავს ხედველობაში, გულისხმობს მუშაობს სწორედ ადამიანის უფლებების მიმართულებით. იცით რა, ეხლა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს ყოველთვის იყო საინტერესო პირველ რიგში, არა როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ხო? არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მსგავსი და საერთო ღირებულებები, როგორც არის ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ღირსების პატივისცემა, კანონის წინაშე უზენაესობა, დემოკრატიის მხარდაჭერა. ამიტომ იყო საქართველოს მნიშვნელოვანი და არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ან ოქრო, ან ნავთობი, ან რომელიმე ისეთი რესურსი, რომლის გარეშეც ამერიკა ვერ გაძლებს, როგორც ბოდავს პაპუაშვილი და დანარჩენები, ხო? არა, ეს არა აქვს. ერთადერთი ღირებული, ეს არის განათლებული ხალხი, ეს არის ამაყი ხალხი, რომელიც არ ეგუება მონობას, მით უმეტეს პაპუაშვილის მონობას არ შეეგუება, ხო? აი ამიტომ აინტერესებს დღეს საქართველოს ამერიკას, ევროპას და ყველა დანარჩენ ღირსეულ ცივილიზებულ ქვეყანას. ამიტომაც არიან დღეს ისინი ჩამოსული და დისკუსიის საგანი ყოველთვის იქნება ერთი და იგივე ჩვენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან. საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა. საქართველოში იმის მხარდაჭერა, რომ მთავრობა ყოველთვის იყოს ხალხის ნების გამომხატველი და არა ერთი კაცის. დღეს არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატების 100% მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის 100% არის აბსოლუტურად ერთგული იმ იდეალისა, რასაც ქვია ბიძინა ივანიშვილი. და ასევე არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ აბსოლუტურად, აი მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ დღეს ისინი არიან ფაქტიურად საქართველოს დამაზიანებელი ძალა, იმიტომ რომ ერთი კაცის სამსახური არ შეიძლება იყოს მთელი ხალხის სამსახური. აი ეს არის დღეს ქართული ოცნების საქმე. ბატონ ბაკურ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა მოვასწრო კითხვის დასმა და პრინციპში ისევ პროტესტთან უნდა გადავიკვეთოთ, იმიტომ რომ ახლა ვისაუბროთ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პოლიტიკოსების საქმეზე დამდგარ განაჩენზე. იცით რომ გუშინ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ ამბავზე გამოცხადდა მოსამართლის გადაწყვეტილება. პაატა ბურჭულაძეს, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგაძეს, ანუ ყველას, ვისაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობა ედებოდა ბრალად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხირკვიას, ხოლო კიდევ ერთ პირს ირაკლი შაიშმალაშვილს, რომელიც ყოფილი პოლიციელია, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სახელმწიფოს პოზიცია, რომ 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას, ამიტომ სასჯელი კაცრი, თუმცა ადეკვატურია. თქვენ რა გაქვთ სათქმელი უკვე ამ განაჩენზე და აქვე ისევ მმართველი პარტიის პოზიცია უკვე ამ საქმესთან მიმართებაში ქართულ ოცნებაში ვისმენთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად იმ პროცესების გავითარებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა ათონელის სასახლესთან, პასუხი უნდა მოეთხოვოს ბრიუსელს და სხვათა შორის ამის გამო შალო პაპუაშვილი იცით რომ ევროკავშირის ელჩისგან ბოდიშის მოხდასაც მოითხოვს. აი თქვენთვის რა საჩვენებს მოკლედ 4 ოქტომბრის მოვლენები და ამ საქმეზე დამდგარი განაჩენი მართლმსაჯულების აქტი, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული თუ პოლიტიკური ანგარიშწორება, რომელსაც სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს. ისიც რა ახლა საქართველოში დღეს არსებულ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა პრაქტიკულად ნულოვანია. ეხლა ვერ ვიტყვით, რომ აი რომელიმე სხვა ხელისუფლების დროს სასამართლოს ნდობა მაღალი იყო, მაგრამ ეხლა არის აი განსაკუთრებით დაბალი. ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, თუ კი ეს პოლიტიკურ საკითხს ეხება, მოსახლეობის აი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის გასაგები და ცხადი. არ არსებობს დღეს
თუ შენ აი კოწტროლი არ ახარ პირდაპირ ვთქვა, ხო? რომ მოიწონო რომელიმე გადაწყვეტილება ან ჩათვალო რომ სასამართლო მოიქცა ისე როგორც ამას სამართალი ავალდებულებს. დღეს საქართველოში გვაქვს შერჩევითი სამართალი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ გაგებით და ამ მიმართებით სასამართლო ღებულობს, პირდაპირ უნდა გავიგოთ როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ ეს როგორი გადაწყვეტილებაა, იცით რომ აი დასხდნენ ერთად ბიძინა თავში, რა თქმა უნდა, მერე მისია აი დამქაშები, ცოტა იქით მონები და დაიწყეს დისკუსია იმაზე, რომ აბა რა ვქნათ? რა იქნება? წელი შეუფარდო. ხო, რამდენი წელი შეუფარდო თქვენს რომ ამათ შეუფარდეთ 7, იმათ შეუფარდეთ 5. ახლა როცა ამდენი დრო გავიდა, ემოციები ასე ვთქვათ, ჩაცხრა და ცივი გონებით შეგვიძლია შევაფასოთ ის სურათი, რასაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ათონელის სასახლესთან იმ დღეს ნახეთ თუ არა კონკრეტული დანაშაულის ფაქტები. აი ობიექტურად რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს იმ სურათს თქვენი აზრით, რაც 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან. მე ვნახე იქ ფრუსტრირებული ხალხი იმით, რომ მთავრობა, ქართული ოცნება დიდი ხანია ყურადღებას არ აქცევს მათ არანაირ, ასე ვთქვათ, ნებასურველს, მათი ნების გამოხატულებას, ქართველი ერის კაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ქვეყანას მიათრევს უფსკრულში. აი ისეთ უფსკრულში, სადაც მოკავშირეც კი არ აყავს. აი ხო ამბობენ რომ რუსეთი არის პირობითი მოკავშირე ქართული ოცნების, თორე არც ერთ უვერტიურაზე, ხო? აი არც ერთ შეთავაზებაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, რუსეთმა დადებითად არ უპასუხა. იმიტომ რომ ართulis ამას არავინ, ამ ხელისუფლებას არავინ ართulis სანდო პარტნიორად. რუსეთიც კი. რუსეთის არავინ არ ენდობა. რატო? იმიტომ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. ეხლა რაც შეეხება იმ დროს რაც მოხდა, ეს იყო ხალხი განერვიულებული, ემოციურად გადატვირთული ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ თავიანთი ქვეყნის მთავრობისგან იმას, რომ აი ოდნავ მაინც ეგრძნობინებინა მათთვის, რომ თქვენი გვესმის, ხო? და ეს ვერ მიიღეს და ეს გადაიზარდა ესეთ ქაოსურ ძალადობაში, რომელსაც ჰქონდა იქ ადგილი, ხო? მაგრამ აქ რო დაგეგმილი იყო, ან გადატრიალ, აი არ ვიცი ხა, თუ რა ესეთი ის არსებობს, ჩემთვის არადამაჯერებელია პირდაპირ. აი იმდენად ქაოსური იყო ის მოქმედებები, რომელიც მან ხდებოდა, რომ შეუძლებელია აი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩამოთვლილი არიან, მართლა გონებოდათ, რომ ეს რაიმეს მომტალი ამ გაგებით შეიძლება ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ ხალხის დაკვეთა ყველამ ძალიან კარგად იცის. არასოდეს არ ყოფილა ძალადობრივი გადატრიალება. კარგი. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს მინდა რომ გავცდეთ საქართველოს, ვერ გაგიშვებთ ისე რომ თუნდაც ერთი კითხვა არ დაგისვათ მოსკოვში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების მორიგ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებასა და სამზადისზე ყველა ამბობს რომ ასეთი 9 მაისი მოსკოვში არასდროს ყოფილა, არათუ სხვა ქვეყნების ლიდერები არ ჩადიან, ვიცი, სამხედრო ტექნიკის გამოფენაც კი არ მოხდება აღლუმის ფარგლებში. რუსეთის რა მდგომარეობას ვხედავთ და როგორი იქნება მოსკოვში ხვალინდელი 9 მაისი თქვენი აზრით? აი, მე მაინც საქართველოს რო არ დაუბრუნდე, არ შემიძლია და ეხა მახსენდება პაპუაშვილის წერილში ერთ-ერთი თხოვნა, რომ 9 მაისი მოგვილოცეთ, ეუბნება ჰერჩინსკის და ამ დროს ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ეს 9 მაისი არის საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული დღესასწაული და მთელი დასავლეთ ევროპა 8 მაისს ეიმობს, იმიტომ რომ 8 მაისს მოეწერა ხელი კაპიტულაციას, ხო? მაგრამ ხაზგასმა იმაზე, რომ აი ჩვენ რუსეთივით 9 მაისს ვზეიმობთ, ხო? კიდევ ერთი განცხადებაა და აი როგორია, იცი, აი უხამსი ჟესტია, მე ვიტყოდი იმ ვეტერანების მიმართ, ჩვენი ვეტერანების, ხო და მათ ემოციებზე თამაში, რომლებიც აი მართლა 9 მაისს ზეიმობდნენ ამდენი ხანი და ეხლა აი ამის გამო ჩათვლის ქართული ოცნება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ, იმიტომ რომ ვითომ ეს არის ტრადიცია და რა. ამ დროს მთავრობის თავარი მოვალეობა, ვალდებულება ზუსტად ის არის, რომ საკუთარ ხალხს აუხსნა, რომ რეალურად ეს 9 მაისი იყო რუსების მოგონილი სისულელე იმის გამო, რომ თქვათ ერთად არ ყოფილიყო ეს ზეიმი და აქ ცალკე ზეიმა. ჯერ ერთი სამამულო ომში გამარჯვება იყო და ესე ითვლებოდა და არა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება. ამიტომ აი
ეს გამახსენდა უბრალოდ. რაც შეეხება რუსეთს, გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მეუღებელია, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ 9 მაისს თქვენს შეკრებაზე ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება იგულისხმება, რომელიც ხვალ იქნება ექსპერტებში. ესენი ამ დროს ზეიმობენ. თქვენს შეკრებაზე სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისგან თავისუფალი ევროპისთვის. 8 მაისს რომ მივაგოთ პატივი რა მოხდება? ეს არის სამონარიდი. ხოდა ეგ არის, იცით რა არის? თუმცა როცა ეს იქნება 8-ში თუ ეს იქნება 9-ში, შავ პაპაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ იქ დაღუპული ქართველების ხსოვნისადმი მოხდეს პატივისცემის დაფიქსირება. კონკრეტულად. ხო, თუმცა 9-ში. შავ პაპაშვილი კი აპელირებს ამ შემთხვევაში 9 აპრილზე, 9 მაისზე, თუმცა თარიღებსაც რომ თავი დავანებოთ, შინაარს შევხედოთ, ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ იქ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველების ხსოვნისადმი პატივისცემის დაფიქსირება მოხდეს. ეს მესიჯი უნდა იწოვდეს კრიტიკას. რა ვიცი, არ მგონია, მაგრამ ეს უნდა იყოს 8 მაისს. როდესაც არის ომში გამარჯვების დღე. ანუ თარიღზე გაქვთ. თარიღზე მაქვს, კი, რა თქმა უნდა. და ეს არის манипуляция, იცით რატო? იმიტომ რომ ის ვეტერანები, მათთან დაკავშირებული ხალხი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საბჭოურად ცხოვრების დროს 9 მაისს რო ზეიმობდნენ, აი მათი იმედი აქვს ახლა პაპუაშვილს, რომ ეტყვის რომ იცით რა, ესენი გართმევენ 9 მაისს და გამარჯვების დღეს. აი ეს არის. აი ამიტომ ეს ხელისუფლება უსინდისო და უნამუსო. მადლობა ბატონ ბაკურ, მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით ბაკურ ყვაშილობა პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგორდით. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაური გვერდდება. გამარჯობა ბატონ ნუგზარ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ ნუგზარ, ცხელი თემებით დატვირთული დღე გქონდა გუშინ, ერთი მხრივ პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში განხორციელებულ რამდენიმე უბრალოდ ძალადობის რამდენიმე ფაქტზე ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი დააკავა. იქით 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განჩენი. ამის ფონზე თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი ახალი თემა გვაქვს სამუშაო კვირის ბოლოს, ამიტომ აი მოდით სათითაოდ გავყვეთ. რიგში კი სწორედ მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმერების დაკავება, რომელსაც ბრალად ედებათ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე თავდასხმა. მარტივად გითხავთ, გითხარით როგორ აფასებთ პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მის შედეგებს და იმ განცხადებებს, რაც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ მოვისმინეთ და აქვე გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში გვესმოდა განცხადებები, რომ ხელისუფლებას არ ქონდა ნება იმ პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, მომიტინგეებზე განხორციელებული ძალადობრივი ფაქტები გამოეძიებინა. აი თუ კი აქამდე ვერ ხედავდით ასეთ პოლიტიკურ ნებას, ჩნდება კითხვა, მაშინ ასეთი ნება ახლა რატომ გამოჩნდა? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც ჩანს შეინიშნება ერთგვარი ტენდენცია, რაც გამოიხატა ერევანში გაკეთებული განცხადებებით, ზელენსკისთან შეხვედრებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამაოგნებელი განცხადებით, რომ მას პირადად არასოდეს არაფერი არ უთქვამს ზელენსკის საწინააღმდეგოდ, რაც იყო ერთგვარი თავდასხმა იმ ადამიანებზე, რომლებიც ქართული ოცნებიდან გამოდიოდნენ ანტიუკრაინული განცხადებებით და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ტენდენციის ნაწილი არის ეხლა ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქართულმა ოცნებამ. მე ვფიქრობ, არავინ არ არის ისეთი მიამიტი, არ იცოდეს, რომ წელწადნახევრის წინათ შესანიშნავად მოიხსენებოდა თუ ვინ იყვნენ თავდასხმელები ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა და ეს არის ერთგვარი შემრიგებლური ტონი და აგრეთვე იმ შიშის გამოხატულება, რომელიც გაჩნდა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შემრიგებული ტონი ვისთან? ქართულ საზოგადოებასთან, რომელთანაც დაპირისპირებაში იმყოფება მოქმედი ხელისუფლება თუ დასავლელ პარტნიორებთან, რომელთანაც ასევე დაპირისპირებაში? არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საერთაშორისო საზოგადოებისათვის გზავნილი პასუხი მოსკოვის მექანიზმზე და დასანქცირების იმ შიშზე, რომელიც ახლა სულ უფრო და უფრო მზარდი არის ქართულ ოცნებაში. ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ძალადობა გამოსვლების დროს იყო სისტემური, იყო მასობრივი
და რამდენიმე ასეული ადამიანი არის დაშავებული ხელისუფლების უკანონო მოქმედებების შედეგად და სისტემურ ძალადობაზე ეს პასუხი ვერ იქნება საკმარისი და ის უნდა დაისაჯოს სრული სიმკაცრით. ამიტომ რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად უკვე მიკვლეული იქნა ეს მოძალადეთა სახელები და გვარები, მიმაჩნია რომ არის სრულიად არასაკმარისი ხელისუფლების ქმედება. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, დანაშაული იყო სისტემური და მასზე პასუხი უნდა აგოს იმ პოლიტიკურმა სისტემამ, რომელიც გასცემდა ბრძანებებს ასეთი დანაშაულების ჩასაგდად. აი მომხდარა ძალადობას, რომელიც აი აქციების ფარგლებში ვნახეთ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მართლაც ათობით და შეიძლება ითქვას ასობით დაშავებული ყავს, თავად ძალადობაში არაერთი პირი მონაწილეობდა, ამიტომ ბევრი პოლიტიკოსიც და ანალიტიკოსიც გეთანხმებათ იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რამდენიმე პირის დაკავება საკმარისი არ არის, პროცესი უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში დასრულდეს თავად ორგანიზატორების ციხეში ჩასვლით. ამ კუთხით პროცესების განვითარებას და წასვლას თუ ელოდებით, იმიტომ რომ თვითონ საერთაშორისო ქართული ორგანიზაციების შეფასებებსაც რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც კი არის საუბარი იმის თაობაზე, რომ აი 2024 და 2025 წლის აქციების დროს ადგილი ჰქონდა სწორედ ორგანიზებულ დანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, გამოაჩენს სახელმწიფო ორგანიზატორებს და მეორე მხრივ ვინ გონიათ ეს ორგანიზატორები, ესეც საინტერესოა. პარადოქსია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აი ეს დაჭერები ახლა არის სისტემის გადარჩენის ცდელობა. თქმა იმისა, რომ აი ჩვენ დგამთ ნაბიჯებს, ჩვენ გამოვიძიეთ რაღაც საქმეები, თვით ის ფაქტი, რომ გასული წლის დეკემბრიდან არც ერთი დაკითხვა არ ყოფილა და უცებ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მათ იციან, ვინ არიან ეს დამნაშავეები და დაიჭირეს ეს სამი ადამიანი, ორი ისედაც ციხეში იჯდა. მეტყველებს იმაზეა, ეს არის უფრო სისტემის გადარჩენის მცდელობა. ხოლო ის რომ დანაშაული მართლაც იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და რომ იყო სისტემური, ამაზე მეტყველებს ის, რომ არა მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ ეგზეკუციის ქვეშ, ვინც მიტინგებზე გამოდიოდა, არამედ სახლებთან ხვდებოდნენ სხვადასხვა მომიტინგეებს, მოკრივეების ჯგუფები, ასე ესხმოდნენ თავს. ამის საილუსტრაციოდ ჩვენ გავიხსენებთ მაგალითად დიმიტრი ჩიქომაძე თავდასხმას, რომელსაც საკუთარ სახლთან დახვდნენ, ასევე თავდასხმას ტევე პირველი ჟურნალისტებზე, მაგალითად რომლებიც არ იყვნენ რუსთაველის გამზირზე, სხვა ქუჩაზე იყვნენ, მაგრამ იქ დაესხნენ ორგანიზებული ჯგუფები. გითხრათ სიმართლე, მე არ ველი რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, რომ გამოავლინოს ყველა დამნაშავე და ეს უფრო არის რაღაც იზოლირებული ინციდენტები იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თქვან, რომ ისინი იძიებენ გარკვეულ დანაშაულებს და ამით ჩაფარცხონ იმ სხვა ადამიანთა გვარები, რომლებიც ასევე იყვნენ სისტემურ ძალადობაში ჩართულები. თუმცა ყველაფერი არის დამოკიდებული ქართულ ხალხზე, ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაზე და იმ სიმტკიცეზე, რომელსაც ჩვენ გამოვიჩენთ ხელისუფლების ამუკანონო ქმედებებთან ბრძოლის თვალსაზრისით. კეთილი, ბატონო გზარ, კიდევ ერთი 4 ოქტომბრის საქმეზე პოლიტიკოსების ნაწილში დადგა განჩენი და ახლა რამდენიმე წუთი ამ თემასაც დავუთმოთ. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს, პაატა მანჯგალაძეს 7 წლით, თორნიკე ჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხიკვაიას 5, ხოლო ირაკლი შაიშველაშვილს 2 წლით თავისუფლების აკვეთა მიესაჯეთ. ხა კი გვესმის ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ სპექტრში თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეფასებები, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, თუმცა მისი არგუმენტაცია აქვს და მისი საპასუხო ბრალდებები ხელისუფლებას და სახელმწიფოს, რომელიც მომხდარს დღევანდელი სახელმწიფო ძალის დამხობის მცდელობად აფასებს. აი, გითხარით, ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ, რა გარემოებები მიუთითებს და მინდა რომ კონკრეტულად დავხსნათ. აი, რა გარემოებები მიუთითებს და ადასტურებს, რომ აღნიშნული პირების მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშწორებას და პროცესს, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, სამართალთან კავშირი არ ქონდა. პირველ რიგში მე შევუერთებ ჩემ ხმას ყველა იმ შეფასებას,
რომელიც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს ამ ადამიანებს. არანაირი ძალადობა იმ დღეს არ ყოფილა, ვინც ესწრებოდა იქ ყველამ კარგად ნახა, რომ ამ ტიპის კი არა, აი 10-ჯერ უფრო აღმატებული ძალადობის ფაქტები გვინახავს სხვა ევროპულ ქალაქებში, მათ შორის საქართველოშიც, როცა წინა ხელისუფლების დროს გამოდიოდნენ იგივე პროტესტანტები, პირდაპირ თავდასხმები იყო მანქანებზე, ამტვრევდნენ ყველაფერს, მაგრამ ასეთი დაჭერები არ იყო. ამიტომ მიაჩნია, რომ ეს არის აშკარად პოლიტიკური პატიმრობა, ის გარემოება, რომ ის ღობეები ისედაც იყო წინასწარ გადახერხილი და პრაქტიკულად მოხდა შეტყუება ამ ადამიანების პრეზიდენტის სასახლის ეზოში, კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ავითარი კავშირი სამართალთან ამ საქმეს არ აქვს. პაატა ბურჭულადისათვის გახსნილი იყო სოფლიოს ყველა კარი, კოვენტ გარდენის, თეატრების და ამ შემდეგ და რატომ გადაწყვიტა მან, რომ მაინც და მაინც პრეზიდენტის ჯებირი იყო გადასალახი მისი მხრიდან. ეს არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ცალსახად ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები და თუ გახსოვთ მაშინ იმ დღეს პროპაგანდისტული სანქცირებული მედიის, იმედის მიერ გამოქვეყნებული საუბარი თითქოს და პაატა ბურჭულაძესა და ბაჩო ახალაიას შორის მთლიანად ფალსიფიცირებული ქვეყნის თავარი სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ეს კადრები. აგრეთვე ის რაზე არის ახლა საერთოდ ბაჩო ახალაია დაკავებული, რომ თითქოს და მისი როუტერიდან სახლიდან ვიღაც ლაპარაკობდა. ისიც კი არ არის დადგენილი, რომ პირადად ის ესაუბრებოდა ვინმეს. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ითრევდა პროვოკაციაში აი ამ ადამიანებს, ხოლო მათი მხრიდან რეალურად არანაირი ძალადობას ადგილი არ ქონია. პროტესტის ფარგლებში ათეულობით პირია დაკავებული, ისე როგორც ეს პროცესი გრძელდება, აგერ გასული დღეების განმავლობაში ტროტუარზე დგომის გამო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით. კადრებიც ვნახეთ, მათ შორის ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას უნივერსიტეტის ეზოში დაადეს ხელბორკილები, ამიტომ მოდით ეს სურათიც შევაფასოთ. ახლა როგორც ამბობენ ბატონო გზარა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სასამართლო აღარ იყენებდა მომიტინგეების მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა აი ახლა როგორც ჩანს სასამართლო ისევ დაუბრუნდა ამ პრაქტიკას. როგორ ფიქრობთ, რატომ და რა მიზანი აქვს იმას, რომ მართალია მხოლოდ რამდენიმე დღეანია ეს ადმინისტრაციული პატიმრობა, თუმცა აი სასამართლო არჩევს, რომ ახალგაზრდები მაინდა-მაინც იზოლატორებში გაუშვეს. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს მასობრივი გამოსვლების პრევენციას, კერძოდ კი 26 მაისის გამოსვლის წინ ცდილობენ, რომ აი ესე დამჟელობითი მეთოდებით ბევრ ადამიანს გადააფიქრებინონ საჯარო პროტესტის გამოთქმა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ აუხსნელი არის სტუდენტის დაპატიმრება ტროტუარზე დგომის გამო საკუთარი უნივერსიტეტის კედლებთან. ალბათ 30-იან წლებში გასული საუკუნის 37 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯებშიც იშვიათად მოიძებნება ისეთი ფაქტი, როდესაც ასეთი აშკარა, ასეთი დემონსტრაციული არის თავდასხმა თავისუფალი მოქალაქეების, სტუდენტის, ახალგაზრდის ნებაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს სწორედ ამ გარემოებას, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი დაჭერები ვერაფრის პრევენცია ვერ იქნება. მათ თავიდან 26-ში ელოდებით ბევრ მოქალაქეს რუსთაველის გამზირზე? დიახ, ველოდებით, იმიტომ რომ ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენეთ ტენდენცია, რომელიც გამოიხატა ერევანში გაკეთებული განცხადებებით, იმ სრული გარიყვით, რაც ქართული ოცნების თავს არის ახლა, ჩვენი ვიცით ყველამ და ვიცით ყველამ, რომ საქართველო ყოველთვის იყო პოლიტიკური, კულტურული, გეოპოლიტიკური თუგნებად ცენტრი ამიერკავკასიის და ახლა ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა თავისი ისტორიული პოლიტიკური ფუნქცია, ისევე როგორც გეოპოლიტიკური ფუნქციას და ამან ყველაფერმა გადაინაცვლა ჩვენს მეზობელ სომხეთში. ჩვენ კი არ გშურს სომხეთის უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სწორედ ასეთი ცენტრი, ასეთი იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. ახლა ეს ყველაფერს ჩვენ ვკარგავთ და ამიტომ საქართველოს მოქალაქე აცნობიერებს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად მიუღებელია ის მართლობითი რეჟიმი, არამედ იმასაც, რომ ჩვენ დავკარგეთ აი ეს დიდი გეოპოლიტიკური ფუნქცია
და ხალხის გარეშე უბრალოდ ამ ფუნქციის აღდგენა აი ისე უშუალოდ და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ჩაკითხებით, როგორ ფიქრობთ, აი იმ პრობლემებზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში გამოხატვის და პროტესტის გამართვის თავისუფლების კუთხით. ექნებათ კითხვები და დასვამენ ამ კითხვებს ამერიკელი თანამდებობის პირები, რომლებიც აი ახლა დღეს ამ დღეებში ვიცით რომ ვიზიტით სტუმრობენ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერია ჩამოსული დელეგაციასთან ერთად გუშინ შეხვედრა გაიმართა ირაკლი ყობახიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აი როგორ ფიქრობთ, რა კითხვები ექნებოდა ამერიკელ სტუმარს ირაკლი ყობახიძესთან? სამუშაოდ თქვენ შეკითხვაზე გადავიდოდე. შეგახსენებთ ერთი წლის წინ მათი პროპაგანდისტის, პოლიტიკური პროპაგანდისტის კახა კალაძის განცხადებებს, რომ საერთოდ რა თანამდებობა არის ეგ მოადგილის თანაშემწეო, როგორ დაცინვით იხსენიებდა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის აი წარმომადგენლების პოზიციას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ვიზიტი არის. მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობდა ყოველთვის დეპარტამენტის განცხადებებში ეს ეწერა, რომ საქართველოს იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ კი მას სურს სერიოზულად ურთიერთობის აღდგენაზე იფიქროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს განცხადებები ხდებოდა მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობა იქნა გაფლანგული ქართული ოცნების მიერ ჩვენს ამ მთავარ პოლიტიკურ მოკავშირესთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ალიანსის წარმომადგენლები დღეს ხვდებიან დეპარტამენტის წარმომადგენელს და თუ რაზე იქნება საუბარი, ამის შემდეგ უფრო მეტი კონკრეტიკა შეგვეძლება რომ გავარცოლოთ. თუმცა საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, გაყალბებულ არჩევნებზე ჩვენი მხრიდან, საუბარი იქნება დემოკრატიულ სრულიად აშკარა უკუსლაზე, ანტიევროპულ რიტორიკაზე, ანტიამერიკულ რიტორიკაზე და იმაზეც, რომ საქართველოს კარგავს გეოპოლიტიკურ. ირაკლი ყობახიძესთან რა კითხვები ექნებოდა თქვენი აზრით და შეეხებოდა თუ არა კითხვები და საუბარი აი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს? ჩემი აზრით იქნებოდა ორი მიმართულებით კითხვები. ერთი ალბათ შეეხება გეოსტრატეგიულ მიმართებას საქართველოსი, რაც გამოიხატა ტორპედირებით ანაკლიის პორტის და ეს გუშინდელი ნაჩქარევი კადრები, რომ ვითომ იქ რამე კეთდება, სწორედ ამას ეძღვნებოდა. ერთი იქნება ეს, თუ რა მხარეს ირჩევს საქართველოს, არის ის ირანის, ჩინეთის და რუსეთის მოკავშირე, თუ მას აქვს სურვილი, რომ იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. და მეორე იქნება, რა თქმა უნდა, დემოკრატიასთან დაკავშირებული. იმიტომ რომ თუ კი რუსეთს მაგალითად ან ჩინეთს ან ირანს არასდროს არ აინტერესებდა არის თუ არა დემოკრატია შენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ ქვეყნებშიც არ არის დემოკრატია. თავისუფალ სამყაროს ყოველთვის აქვს ეს კითხვები და ამიტომ აი ამაზე იქნებოდა აუცილებლად საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ისტორიულ გზაგასაყარზე ახლა, იმიტომ როგორც წეღანა თქვი, საქართველოს კარგავს თავის გეოპოლიტიკურ, თავის პოლიტიკურ ფუნქციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დგება და ამაზე პასუხის გაცემა 26 მაისს შეუძლია ხალხს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ყველას, ვისაც ეს მადლობა ბატონო გზარ სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის, კითხვებზე პასუხისთვის. ნუგზარ ციკლაურს ვემშვიდობებით. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც, შესაბამისად ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.